აი ეს როგორ უნდა გავიგო? ტიმურს ვურეკავ, მითიშავს, ეს ჩვენი ურთიერთობის დასასრულია, უბრალოდ მაიგნორებს დიანა, ეს ყველაფერი შენი ბრალია, რა ხდება? მის მინეკნობა კი, დიმას ვაკოცე, ფეხბურთელს, მაგრამ უბრალოდ ვთამაშობდი სიმართლეს თუ მოქმედებას. და ჩემ ბრალი არ არის რომ ტიმური ასე გექცევა. მე პრობლემები მაქვს ისედაც სმაილთან. მის მინეკნობა ტიმური სულელია, რადგან სმაილის კონტროლის ქვეშ არის და ეს ყველაფერი დიანას ბრალი ნამდვილად არ არის. სმაილს უჯერებენ უბრალოდ. და მაქსი ისე იქცევა თითქოს ვერც მომჩნევს დადის სკოლაში და არაფერი ვესალმები, მაგრამ ის მაიგნორებს. არ მადარდებს, რამდენიმე დღე ვიყავი წასული და ამდენი რაღაც მოხდა. დიანა, რამე უნდა მოიფიქრო, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ შენი ბრალია. მის მინეკნობა ტიმურს რომ ყვარებოდი, საერთოდ არ დააინტერესებდა დიანას და სმაილის ურთიერთობა და სხვანაირად მოიქცეოდა. მოიცადე ნასი ამბობ, რომ მაქს არ ვუყვარ ვარ? გოგოებო, დაწყნარდით, ახლა ყველაზე ნაკლებად ეს გვჭირდება. გაუგებრობა ჩვენ შორის, ჩრილდერ ბანის შორის. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ რამე. მინდა რომ სმაილს ბოდიში მოვუხადო, მაგრამ არ ვიცი როგორ. იქნებ შევიცვალო, უფრო ფერადი და უფრო ხალისიანი გავხდე. ხო, დიანა, უნდა შეიცვალო, იქნებ მელოტი გახდე და მერე სმაილმა შეგამჩნიოს და გაპატიოს. მადლობა კნობა, მაგრამ მელოტი არ გავხდები. ასე მალე არ დავნებდები. იცით რა გოგოებო, იქნებ დროა დაამთავროთ ყველაფერი ამ კალათბურთელებთან. მართალია აისის გამო დიდხანს ვიტანჯებოდი, მაგრამ ახლა საერთოდ არ მადარდებს რას აკეთებს პიცასთან. ნასტია, იქნებ შენ არ გადარდებს აისი, მაგრამ მე მადარდებს მაქსი. ძალიან მიყვარს, ისეთი კეთილი და კარგია, მაგრამ არა, ცუდი ადამიანია, იმიტომ რომ მაიგნორებს. კარგი და ჩვენი შეჯიბრი მაგაზე არ უნდა მოემზადოთ? კნობა, სანამ სმაილთან მაქვს პრობლემები, ვარჯიში დაიცდის. არ მაქვს ახლა მაგის თავი. მასკოტ, ვფიქრობთ როგორ დავიბრუნოთ შეყვარებულები. და იცი რა მასკოტ, უნდა დააკაკვნო სანამ გასახდელში შემოდიხარ. გოგოებო, მორჩა 5 წუთი და მერე ვარჯიშს დავიწყებთ. კომბეშვები ყოველთვის ვარჯიშობენ. მასკოტ, ვარჯიშები არ გვექნება დროებით. მასკოტ, დიანამ შეცდომა დაუშვა და ამიტომ აღარ შეყვარებულები ყავს და აღარც ვარჯიში იქნება. კნობა, გპირდები, კალათბურთელები დაგვიბრუნდებიან. იმედი მაქვს დიანა, თორემ მხოლოდ შეყვარებულს არა, მეგობარსაც დაკარგავ. კარგი, მე წავალ, მაგრამ იცოდეთ, ახლა ვარჯიშზე თუ არ მოხვალთ, ამ ჩემპიონატს კომბეშვები მოიგებენ. მასკოტ, ვერ გაიგე, გოგოებს ვარჯიში არ შეუძლიათ. კარგით გოგოებო, მოდით, რამე შემოთავაზება არავის არ გაქვთ, დაფიქრდით. იქნებ ახალი ფორმები ვუყიდოთ. მერი საშინელი იდეაა. დიანა, შენ უნდა მოიფიქრო, იმიტომ რომ შენი შეცდომა იყო თავიდანვე. მადლობა კნობა, ვფიქრობ. ლეილა! იანა, დაკავებული ვარ. ლეილა, არ ვიშოპინგოთ დღეს? იანა, რა ვიშოპინგოთ? სკოლას ისეთი ამბავი აქვს. კალათბურთელები აღარ არიან და მე ამაზე სტატია უნდა დავწერო აუცილებლად. ლეილა, იმდენჯერ დაშორდნენ და შერიგდნენ, რომ აზრი არ აქვს, კიდევ შერიგდებიან, აი დაიმახსოვრე, გეუბნები. გოგოებო, რამე შანსი გვაქვს? სტელა, არანაირი. გოგოებო, არ დანებდეთ, ჩრილდერი ბანი ნაწყენია, შეყვარებულები აღარ ყავთ, აღარც ვარჯიშობენ. ხო, მართალია და იქნებ კალათბურთელებთან ვიყოთ. სტელა, ზედ არც გვიყურებენ. ჯერ არ გვიყურებენ. ან უბრალოდ თავს იკატუნებენ, ვითომ არ გვიყურებენ, მაგრამ დავიღალე ამ მოსწავლეებით, ყოველთვის რაღაცას უხებთ. ხან ის მაგი დაგაწმიდე, ხან ის ჭიქა დასრულია, ხან მეტი შაქარი გვინდა. აის, იქნებ დაგეხმარო კაფეში რაღაცეების გაკეთებაში. თან კარგი ვარ ამ ყველაფერში. მართლობიცა, ძალიან მაგარი იქნება, ასე ერთადაც მე დროს გავატარებთ. თანახმა ხარ? მომეციეგ? კი, თანახმა ვარ, შეგვიძლია ტიპებიც გავიყოთ. ჯიჯი, დღეს ფული საერთოდ არ მაქვს. პატრიკ, ხო და ვალა დაიღე. ჯიჯი, დედა შენმა ხო გამოგატანა სენდვიჩები და წვენი. პატრიკ, დიდი გოგო ვარ. პატარა ჩანთა მაქვს, რა სენდვიჩი, რა წვენი, არ ჩაეტეო და ნახე რა პატარაა. ჯიჯი, კარგი, რამეს მოვიფიქრებ. რა გნებავთ? ჯულის დღეს მარხვის დღეა, ამიტომ ტომატის წვენს დალევს ციცაკებით. ბროვასტი. ჯული, ხო არ დაგავიწყდა, დღეს 4 შაბათია. და შენ ბროვასტი? მე ყველის პიცა და ანანასის წვენი მინდა. კარგი, მალე იქნება. ბროვასტი, ეს კაფეში მუშაობს? არ ვიცი. გონი სერიოზულად არიან ეგ და აისი ერთად. ბავშვებო, გამარჯობა. აის მარწყვის და მანგოს შეიქები გვინდა. თავისუფალი ადგილები არ არის, სად უნდა დავშტეთ? ვირთხებო ადექით მაგიდიდან ახლავე. ვა, კალათბურთელები ძალიან შეიცვალნენ. ხო, ჩრილდერებთან ურთიერთობის გაწყვეტა მსუდად იმოქმედა მათზე. იანა, ვითომ არ გვესმის? კარგი, ვკითხავ აის, თუ შეუძლია რომ ვალად მოგცეს. ბიჭებო, წყნარად კლუბი კი არ არის. რა, კარგი, აბა სად დავშტეთ? მოდი კომბეშვებთან მივიდეთ. კომბეშვებო. იანა, კიდევ ახალი ამბავი. ახალი წყვილები გვეყოლება სკოლაში. კალათბურთელები და ბაყაყები არასდროს დავიჯერებდი. გოგოებო, მოწყენილები რატო ხართ? მაქს? ხო, მე ვარ საყვარელო. რას მიერთმევ? სტელა, ამ საღამოს რამე გეგმა გაქვს? ძინავს? ტიმურ, ნამდვილი ხარ?
გოგოებო, არ ნერვიულოთ, უბრალოდ მაგარ ბიჭებს თქვენთან ლაპარაკი უნდათ. ჩვენთან საუბარი თუ გინდათ, რამეს აგვიღებთ კაფედან? ცხელი შოკოლადი თუ შეიძლება, მე მილკშეიკი მინდა. ახლა, აი ეს გოგოებს მილკშეიკი და ცხელი შოკოლადი უნდათ. და ქერას შენი განსაკუთრებული მილკშეიკი გაუმზადე. და ცუდი ქერაც. ისა დაიმახსოვრე, არანაირი კრედიტები ფული უნდა მოიტანო და კალათბურთელებო გასაგებია. საათისფერო არ მინდა რომ შენ ურთიერთობაში ჩავერიო, მაგრამ არ შეგიძლია რომ უფრო მეგობრული იყო. მასწავლებელო მაიკ, რამე გააკეთეთ ამ ჩირლდერზე. აღარ შემიძლია, რამდენი ხანი უნდა ატრიალოს ეს ინტრიგები. დიმას დავშორდი და მისი ბრალია, იმიტომ რომ მან აკოცა დიმას. კარგი, მაქს დავოლდები საპირფარეშოსთან. და მერი არ გაუშვებ სანამ არ გეტყვის მიყვარხარო? მერი საშინელი იდეაა. დიანა. არა. მის მინე მწვანე დიმა არ მიყვარს, არც მომწონს. უბრალოდ თამაში იყო. თამაში. საათისფერო არ მისმის, მე თინეიჯერების თამაშებში რატო უნდა ჩავერიო? ვერ ხედავ, ეს უბრალოდ თამაში იყო. არა მასწავლებელო მაიკ, უბრალოდ თამაში არ ყოფილა. არ კოცნი ყოფილ შეყვარებულს უბრალოდ თამაში თუ არ დიანა, შენი ბრალია. მის მინე მწვანე რა პრობლემაა? დიმასთან ერთად იყავი, გიყვარდეთ ერთმანეთი. მე სმაილი უნდა დავიბრუნო. და მე რა უნდა გავაკეთო? შეყვარებულიც გარაშე დავრჩი და შენი ბრალია. მწვანე, ჩემი თუ არ გესმის, მაშინ სალაპარაკო არაფერი არ არის. მართლა დიანა, ვიპოვი სმაილს და ვაკოცებ, მაშინ ვნახოთ როგორ მოგეწონება. საათისფერო გოგოებო, მორჩა, უნდა შერიგდეთ. შეგიძლია წახვიდე, სმაილი არ გაკოცებს. მასწავლებელო მაიკ, მწვანესთან ჭუბი არ გვინდა. გოგოებო, მაქსი როგორ დავიბრუნო, მითხარით. მასწავლებელო მაიკ, შეგიძლიათ კალათბურთელებს რამე უთხრათ, დიანას გამო კალათბურთის გუნდი აღარ ყავს საერთოდ. გოგოებო, ერთ რჩევას მოგცემთ. თინეიჯერობაში ურთიერთობები ჩნდება და ქრება. ამიტომ თქვენთვის პირველ ადგილას ყოველთვის ჩირლიდერობა და სწავლა უნდა იყოს. ამიტომ ახლა ეს პრობლემა მეგობრულად უნდა მოაგვაროთ. მადლობა მასწავლებელო მაიკ. გოგოებო, წავიდეთ ჩვენს კალათბურთელებთან. ამას ვეღარ ვუყურებ. კოსტა, გირჩევნია დიმას უთხრა, რომ აქეთ იქით სიარულის ნაცვლად წავიდეს მაღაზიაში, იყიდოს ყვავილები და სათამაშო მივიდეს და პატიებად ხოვოს მწვანეს. მე ბოდიში რატო უნდა მოვიხადო, რა არის ჩემი ბრალი? ხო, მართალია, შენ ხო უმრავლოდ დიანას აკოცე, შენს ყოფილს. კარინა, დიმასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, მაინც თავის აზრზეა. კოსტა, შეგიძლია როგორც მეგობარმა მხარი დამიჭირო და ჩემთან ერთად სმაილს დაელაპარაკო, კარინასთან კი არ იდგე. დიმა, მე ხო გეუბნებოდი, რომ დიანასთან ფლირტი კარგი აზრი არ იყო. ხო, მწვანეც ამისავით არის, სულ გაიძახის, დიმამ მიღალატა, დიმამ მიღალატა. კარგი, მე უკვე დავიღალე. დიმა, სად მიდიხარ? წადი, ყვავილები იყიდე. კარინა, მე ასეთი არ ვარ. შენ საუკეთესო ხარ საყვარელო. მასკოტ, არ გინდა ჩემი ხუდი და შენი კოსტუმი ერთმანეთში გავცვალოთ. არა. მასკოტ, ამ თორში როგორც უნდაო, შეგნე ძალიან ცოტა ჰაერია. ჰაერი უნდა ჩართო ზემოდან. ჯული, არ გინდა რომ შენი შეყვარებული მასკოტი იყოს, ჩირლიდერებთან ერთად ვიცეკვებდი ხოლმე. მასკოტი ვერ იქნები, იმიტომ რომ მხოლოდ ერთია. გამარჯობა ვალფერებო. პროვასტი, არ მინდა რომ მასკოტი იყო. ყველანაირი კოსტუმის გარეშე ლამაზი ხარ. გამარჯობა ჩირლიდერებო, მოწყენილები რატომ ხართ? სევდიანები არიან, იმიტომ რომ კალათბურთელები გორმეშვებთან ატარებენ დროს. ეს ასაცილო არა. მაქსი ბაყაყებთან? ო, ძალიან ცოტა შანსი გვაქვს იმის, რომ დავიბრუნებთ კალათბურთელებს. მოიცადე, სად არიან, გითხარით? ნასტიად დაწყნარდი? დარბაზში გომბეშვებთან ერთად. გოგოებო, ჯობია იქ არ წახვიდეთ. მადლობა, გოგოებო. თქვენს ადგილას რომ ვიყო, არ წავიდოდი სპორტ დარბაზში. არა, მივდივართ. მორჩა, თავი მომეცი, ჩირლიდერებთან ერთად უნდა ვივარჯიშო. რაღაც არ ამგონია. მასკოტ, დიდი ყურები გაქვს, შეგიძლია ჩირლიდერებს შრებლები გაუწმინდო. და შენ დიდი ენა გაქვს. ჯიჯი, მე ხო არ მაქვს დიდი ენა. პატრიკ, კი, არის. ხო, ასე. ბანი ყველაზე ცუდია. ჩვენი მეორე მოტო. ბანი ყველაზე ცუდია. ბანი აუცილებლად დაიშლება. და მე მასკოტი ვარ. ბანი ყველაზე ცუდია. ბანი აუცილებლად დაიშლება. ბიჭებო, მაქს, ძალიან მაგრები ხართ. ხო, ჩვენ მაგრები ვართ. ტიმურ, დარწმუნებული ხარ, რომ კნოპას დაშორდი? ხო, და მორჩა, ბაჭია ჩირლიდერები მეორეჯერ აღარ ვახსენოთ. სმაილ, ძალიან მაგარი ხარ. რა თქმა უნდა ვარ და მაგარი შეყვარებულიც მჭირდება. ეს რა არის? ეს დატუ მაშინ გავიკეთე დიანასთან ერთად რო ვიყავი. არა უშავს, შეგიძლია შეცვალო და ბაყაყი დაიწერო. მოდი ჯერ არა. გოგოებო, ესე იგი შევდივართ ერთად თუ მარტო მიშვებთ? დიანა, შენს ადგილას არ შევიდოდი, ერთობიან. იქნებ მაქსი რომელიმე ბაყაყს კოცნის. მე არ მგონია ჩვენმა კალათბურთელებმა ბაყაყებს ასე ჩქარა აკოცონ. ჩილიდერებო, აქ ასე რატო დგახარ? ჩედით შიგნით და გომბეშვებს უთხარით რომ დაიკარგონ და კალათბურთელებს რომ ხელებიდან ნაგავი მოიშორონ და თავიანთი ძველი ფორმები ჩაიცვალ. სათმელად ადვილია. შევდივარ. დიანა! შემიძლია მე დაგფარო. დიანა!
ბანი ყველაზე ცუდია. ბანი აუცილებლად დაიშლება. ბანი მაგარია სმაილ, ხედავ ბაყაყებთან ერთად მაგრად ერთობი. ბაყაყებო, ამას არ გაპატიებთ. სტელა, გირჩევ რომ ტიმურს არ ეფლირტაო. მაქს. დიანა, რა პრობლემაა? ჩვენ დავუშვებდით და ახლა გვამეშვებთან ვართ. ხო, ჩვენ მაგრები ვართ, ამიტომ მაგარ გოგოებთან ერთად უნდა ვიყოთ. კნოპა სტელას ასე ნუუყურებ. ტიმურ კნოპას დაავიწყდა რომ მისი შეყვარებული აღარ ხარ. კალათბურთელებო. გოგოებო, იქნებ მათსავით გავხდეთ ჩვენც. არა, ბაყაყებს ვერ ვიტან. გოგოებო, მათთან საუბარს აზრი არ აქვს მგონი. დიანა, სმაილის ხელს შეხედე. რა? დიანა, მორჩას ალაპარაკო აღარ გვაქვს. ხო, ჩილიდერებო, ვარჯიში თუ გინდათ შეგიძლიათ სხვა დარბაზში შეხვიდეთ. აბა გოგოებო, გავაგრძელოთ? ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან, ჩვენ გავიმარჯვებთ. გოგოები საუკეთესოები არიან. ბაჭიებო, რა ხდება? კარგი, სხვა დროს დაველაპარაკებით. დიანა, ის დაინახე? კი, ნასია, სმაილის სტატუ დავინახე. ამას ვეღარ ვუყურებ. ტიმურ, გოგოებო, ბაყაყები მაგრები არიან. სმაილ, კიდევ რამდენი ხანი უნდა გვეცოს ეს დასაცმელი? მაქს, არ გესმის, ჩვენ ახლა ასეთები ვართ და მე მომწონს. მაქს, შენი აზრით ოდესმე მე ვაპატიებ, მან შეცდომა დაუშვა და უნდა დაიტანჯოს. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან, ჩვენ გავიმარჯვებთ. ბიჭებო, აბა რას ფიქრობთ? მაგარია. ეს მე-11 კლასი ბრაუსი საერთოდ რაზე ფიქრობს? აი ეს მადლობა. მოიცა, აი ეს ისად არის. მასწავლებელო მაიკ, აი ეს მე ვეხმარები და ძალიან გემრიელი ტორტი გვაქვს. მასწავლებელო მაიკ, პიცა და მე ერთად ვართ. კარგი გასაგებია, ერთი ნაჭერი ტორტიც მომიტანით. იანა, სტატია თითქმის დავამთავრე, მაგრამ მასწავლებელი მაიკის კომენტარი მჭირდება. ლეილა, რა კომენტარი? რას ფიქრობს ამ ყველაფერზე? კალათბურთელებზე წავალ? მასწავლებელო მაიკ, რაღაც უნდა გითხრათ. მასწავლებელო მაიკ, გთხოვთ გააკეთეთ კომენტარი ამ სიტუაციაზე კალათბურთელებთან დაკავშირებით. იცოდით რომ ახალი წყვილები ყავს სკოლაში? რომელი წყვილები? მასწავლებელო მაიკ, ეს თქვენ უნდა შეაჩეროთ. დიმა, შენი და სალთისფერის ურთიერთობაში არ ჩავერევი. დიმა, სხვათა შორის მასწავლებელმა მაიკმა კომენტარი უნდა გააკეთოს ჩემს სტატიაზე, ნუ გვაწყვეტ. ლეილა, შენ სტატიას მთელი მსოფლიო არ ნახავს და საინტერესოც არ იქნება, რადგან მალე ყველაფერი ისევ ისე იქნება. მაიკ სმაილს უნდა დაველაპარაკოთ. დიმა, დიანა სმაილს თავადაც მიხედავს და ისე რო იცოდე, დიანასთვის არ უნდა გეკოცნა. მასწავლებელო მაიკ, ეს უბრალოდ თამაში იყო. ვა, რა თამაშებია, კოცნა, დაშორება, იმაზე მეტია რაც მჭირდება. ლეილა, იქნებ წავიდეთ. ხო, იანა, რა თქმა უნდა, ახლავე. დიმა, ერთ შევას მოგცემ. დიანაზე და სმაილზე ფიქრი შეწყვეტე და სწავლაზე იფიქრე. შენთვის ასე აჯობებს. მასწავლებელო მაიკ, სხვა ვერაფერზე ვერ ვიფიქრებ, სანამ დიანას არ დავეხმარები. ფეხბურთსაც ვეღარ ვითამაშებ. აის, მწვანე ჩაი გვინდა. აის, გოგონები მოვიდნენ. მეშინია იქ მისვლა, შენი ყოფილი შეყვარებული ნასია არის. რომ მეჩხუბოს? მოდი, უბრალოდ ცადე. აის, რა კეთილი ხარ. გოგოებო, ახლავე მოგიტანთ 4 ჭიქა ჩაის, 3 ჭიქა. ნასია, გოგოებო, არ ვენდობი ამ პიცას, იქნებ ჩემს ჭიქაში რამე ჩაყაროს. გოგოებო, ამას ვეღარ ავიტან. სულ ხედავ ჟენიეს და მაქს ერთად ჩახუტებულებს. მხოლოდ შენ არა მერი, ტიმური და სტელა ისე იქცევიან, თითქოს წელიწადნახევარია ერთად არიან. გოგოებო, დაწყნარდით, დარწმუნებული ვარ, თქვენი შეყვარებულები ასე სმაილის გამო იქცევიან. და გოგოებო, აისი რატომ იქცევა ასე? ამას შეხედეთ, პიცა მასთან ერთად მუშაობს კაფეში. ეს ნორმალურია? გოგოებო, ბიჭებს თავს როდის დაანებებს და სწავლას როდის დაიწყებთ? დიანა, სმაილს დაელაპარაკე. არა, დიმა, არ მილაპარაკია. ჩვენი შეყვარებულები ახლა ბაყაყებთან ერთად არიან. მაქსი. დიმა. რას აკეთებ? შენ ჩირლდერთან ერთად ხარ? სალათისფერო დაწნარდი. მასწავლებელო მაიკ, არ ჩაერიოთ. იცი რა დიმა, მეგონა რომ ბოდიშს მომიხდიდი, ყვავილებს და სათამაშოს მიყიდდი, მაგრამ აქ ზიხარ შენს დიანასთან ერთად. შენს დიანასთან ერთად. სალათისფერო დაწნარდი, უბრალოდ დიანას მინდა დავეხმარო. დახმარება? გინდოდა რომ მისთვის კიდევ ერთხელ გეკოცნა, არა? რა დახმარება? მორჩა სალათისფერო გეყოფა, შენს გარდაც მაქვს რაღაც პრობლემები. დიმა, გაკვეთილების ბოლომდე დაგეოლდები. უნდა მოხვიდე ყვავილით, სათამაშოთი და ბოდიშით და კინოს ბილეთით. მასწავლებელო მაიკ, ეს რა იყო? დიმა, შენ ხარ დამნაშავე. დიანა, ახლა რა იქნება? ჩვენ შეყვარებულები დავკარგეთ, ვეღარ დავიბრუნებთ? ხო, და ყველაფერი შენი ბრალია. გოგოებო, არ მგონია, სმაილის ხელზე ტატუ დაინახეთ? აწერია ლედი დიანა. ხო, გოგოებო, სპორტ დარბაზში რომ ვიყავით, გამოუჩნდა ხელზე ტატუ. მართლა? და იქნებ დიანა სმაილმა გადაწყვიტა რომ შენი გრძნობებით ითამაშოს. ხო, მე მგონია რომ სპეციალურად აკეთებენ ბიჭები. მეც ეგრე მგონია. კარგი, გოგო, მაგრამ ჩვენ ჩირლდერები ვართ და არა ლუზერები. დიანა, რას გვთავაზობ? გოგოებო, გთავაზობთ რომ არ დავნებდეთ. ვითომ არ გვადარდებს ეგრე მოვიქცეთ? იცით რა გოგოებო, მგონი მართლები ხართ. აისი პიცას ხვდება, შეხვდეს და როდესაც მე გამომეკიდება, საერთოდ აღარ შევხედავ და დავაიგნორებ.
გოგოებო, ჩვენ ვართ ამაყი ჩერილდერები ამ მომენტიდან. ვივარჯიშებთ კიდეც და კალათბურთელებს ვაჩვენებთ ვინ დაკარგეს. ხო, ჩვენ ჩერილდერი ბანი ვართ. მართალია გოგოებო და ჩერილდერი ბანი არასდროს არ ნებდება. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ. კარგად. კარგად. აი, შენს ყოფილსაც ხომ არ გავუკეთოთ ჩვენ. არა. Did you make it? Did you break free? Did you manage to be who you wanna be? Maybe somewhere you think about me too.